ძლიერი საქართველო ლელო გამოდის ინიციატივით ანაკლიის სპორტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელი დაერქვას. შესაბამისი განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ტრამპის გზის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს. ეს კი ანაკლიის სპორტის გარეშე შეუძლებელია. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს ნომერ 1 ეროვნულ პრიორიტეტად. პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს. ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად. პროექტში არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან. ანაკლიის პროექტი და ყველა დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რათა არ დავუშვათ, რაც მოხდა არაბული ყალბი ინვესტიციების შემთხვევაში. სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ ამიერკავკასიაში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა ტრამპის გზა. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს. ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებით, რაც იქნება ტრამპის გზის ლოგიკური გაგრძელება. მიმართავთ ყველა ჩართულ მხარეს ანაკლიის სპორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს ტრამპის გზის კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას.